მიხეილ სააკაშვილის განაჩენებს და შეფარდებულ პატიმრობას ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. სახელისუფლებო გუნდი კი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე მიუთითებს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა. ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას. სააკაშვილის მიმართ ბრალდებები არ მიგვაჩნია აბსურდად, თუმცა ის ითვლება პოლიტიკურ პატიმრად იმ პოლიტიკური სასამართლოს პირობებში, რომელიც არ ხელმძღვანელობს სამართლით. ბრალდებები არსებობს, მაგრამ ეს ბრალდებები უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა სასამართლომ და არა მურუსიძის სასამართლომ. ნებისმიერი დამოუკიდებელი დამკვირვებელი გეტყვით, რომ დანაშაული რეალურია, დანაშაული უმძიმესია და არა მარტო კონკრეტული სისხლის სამართლის კონკრეტული კოდექსის პუნქტებთან, მუხლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად სახელმწიფოსთან მიმართებაში და რასაკვირველია მის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო დიდია. აქ არის ლაპარაკი ადამიანის ქმედებაზე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა ფეხქვეშ ამოვედა. იქამდე ხო ქონდა კიდე დანაშაულებები დამტკიცებული, თუნდაც გირგვლიანის თემაზე, რომელმაც საერთოდ საქართველოს ისტორიის რაღაც გარკვეული მონაკვეთი იმდენად დაამახინჯა, რომ ეს დღევანდელ თაობას კიდევ ძალიან მძიმე ტვირთად მოსდევს. ცხადია, რამოდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა დაფიქსირდა, თქვენ იცით, რომ ის არაჟნებთან ერთად შემოაპარეს, ეს ცხადია იყო საზღვრის უკანონო კვეთა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლომ გამოიტანა შესაბამისი განაჩენი მის დანაშაულებთან დაკავშირებით.